საქართველოში 2025 წლის პირველ 6 თვეში 2860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შსს სტატისტიკით ავტოავარიებში იანვრიდან ივლისამდე 216 ადამიანი დაიღუპა და 2816 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 79 ქვეითად მოსიარული იყო, 14 კი ბავშვი. ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის ნახევარი 1369 შემთხვევა თბილისში აღირიცხა, დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 50 იყო. რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იმერეთში ფიქსირდება 316 ერთეულით, რასაც 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რატომ ვერ ვამცირებთ გზებზე გარდაცვალების სტატისტიკას და სად არის მთავარი ხარვეზი? ამ თემაზე სტუდიაში ეკა ვალიაშვილი, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც გვიერთდება სტუდიაში. დილომშვიდობის ეკა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იწყებთ ახალ სამუშაო სეზონს. სტატისტიკა გამოქვეყნდა ჩვენს შვებულებაში ყოფნის პერიოდში, რომელიც არ გამოიყურება სახარბიელოდ და პირიქით ზრდა არის წინა პერიოდთან შედარებით. რიგში შეჯამება და შეფასება მინდა გთხოვოთ და მე უკვე იმ თავარ პრობლემებზე და ხარვეზებზე მინდა რომ ვისაუბროთ, რის გამოც წლიდან წლამდე პრინციპში არანაირი ტიპის გაუმჯობესება შეიძლება ითქვას რომ არ ფიქსირდება. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 6 თვის მონაცემებით წინა წელთან შედარებით არის 20%-ით გაზრდილი ლეტალობა, არის 14%-ით გაზრდილი დაშავებულთა რიცხვი და 12% თავად საგზაო შემთხვევები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე საგანგაშო ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანი იღუპება 216 ნახევარი წლის განმავლობაში და თუ ჩვენ შევხედავთ, ეს შეიძლება ჩვეულებრივად მოგჩვენებოდა, ჩვენ რო არ ვიცოდეთ მთლიანობაში რა ხდება გლობალურად ამ ნაწილში და ვიცით რომ პრევენცია შეიძლება ამის. შეგვიძლია რომ 216 ადამიანის დაღუპვა ავიცილოთ. როდესაც ეს იცი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გულგრილად უყურო და არაფერი გააკეთო. ამის შესამცირებლად ჩვენ ვიცით ფინეთის მაგალითი, რომელმაც შარშან ნულამდე შეამცირა დაღუპულთა რიცხვი და ეს უკვე მტკიცებულება იმისა, რომ ნულოვანი ხედვა არის შესაძლებელი და განხორციელებადი თუ ჩვენ ვიმოქმედებთ. ამიტომ, როდესაც 216 ადამიანი ნახევარი წლის განმავლობაში გვეღუპება და შემდეგი კიდე პერიოდი წლის ბოლომდე წინ არის და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძიმე ზაფხული იყო მაგ ნაწილში, რასაკვირველია, განგაშისარები უნდა შემოუკრათ რომ სახელმწიფო იმოქმედოს, რაც შეუძლია და ჩვენ ვიცით რომ გარკვეული ბერკეტები და მნიშვნელოვანი ბერკეტები არის მის ხელში, იმიტომ რომ არსებობს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ქვეყანაში, არსებობს საკოორდინაციო რგოლი ეკონომიკის სამინისტროს სახით და არსებობენ უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროცესებში. რომელია მთავარი სუსტი რგოლი სახელმწიფო ნაწილში, რადგან საუბრობთ ჯერ აქედან რომ დავიწყოთ, რის გამოც რომელიც ვერ მუშაობს შესაბამისად და რის გამოც შეიძლება რაღაცა მათი წილი პასუხისმგებლობა მოდიოდეს ამ სტატისტიკაზე. რა არის მთავარი გამოწვევა აქ? საგზაო უსაფრთხოება არის ზიარი პასუხისმგებლობა, ამიტომ უწყობები, რომლებიც საკოორდინაციო რგოლში მონაწილეობენ, ყველაზე არის ბუნებრივია თანაბრად თავიანთი პროფილის მიხედვით გადანაწილებული საქმიანობა. მაგალითად, ეკონომიკის სამინისტრო ვალდებულია და პასუხისმგებელი ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრირებაზე, ინფრასტრუქტურა საქალაქთაშორისო გზებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შიდა გზებზე და შესაბამისად აი ესე არის გადანაწილებული ფუნქციები, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო შედის და სხვები. რასაკვირველია, განათლების სამინისტროს როლი არის მნიშვნელოვანი და ყველას თავისი წვლილი აქვს. ამიტომ, როდესაც კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ მივყვებით სამოქმედო გეგმას, რას გულისხმობს ეს და ბევრჯერ გვითქვამთ ჩვენ, რომ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანი არის და სტრატეგიის შემცირდეს მსხვერპლი გზებზე 25%-ით ამ წლის ბოლომდე, ხოლო დიდი მიზანი არის 2030 წლისთვის 50%-ით შემცირდეს მსხვერპლი. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ლოკალური საკითხი, ეს არის გაეროს გლობალური წამოწყება, მოქმედების დეკადა, რომელსაც საქართველოც მიუერთდა. შესაბამისად, ჩვენ გარკვეული რაღაც მხოლოდ ეს არ არის, რომ ვთქვათ, ადგილზე ეს არის გლობალურ საკითხებთან კავშირში, რაც ასევე მნიშვნელოვანია ლოკალური მოქმედებით. ამიტომ საკმარისად და სწორად მოქმედებთ ლოკალურად. შედეგი არის სახეზე. ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღებთ კანონებს ან ახსოვებს რაღაც ჯარიმები იზრდება გარკვეულ პერიოდში, რაღაცა ვხედავთ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ თემებზე გამოდის და რაღაც კონკრეტულ
გადაწყვეტებს თითქოს თავაზობს საზოგადოებას, მაგრამ შედეგს ხედავთ, რომ პირიქით უარესი ტენდენცია, ხო, ის სად არის მთავარი პრობლემა, რასაც რისი მოთოკვაც ან გათვალისწინება ვერ ხდება. ძალიან კარგი აქცენტებია, დიახ, რასაკვირველია თვალს ვერ დავხვიჭავთ იმაზე, რაც კეთდება და ბოლო წლების განმავლობაში ასევე გამკაცრდა მართვის მოწვევების გაცემა და ნამდვილად ეს ასე მიმდინარეობს. სხვა რეფორმები ჩატარდა, მათ შორის ტექ ინსპექტირება, მათ შორის ჯარიმები გამკაცდა და ასე შემდეგ. ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს დედაქალაქში, რაც თვალნათელია, ამაზე თვალს ვერ დავხვიჭავთ, პირიქით მისასალმებელია. მაგრამ აქ სწორედ ის შეკითხვა არის, მაშინ რატო ვერ ვამცირებთ? რაღაც გვაკლია. ეს არის კოორდინირებული და ერთმანეთთან შეკავშირებული მოქმედება. ეს არის მნიშვნელოვანი, რასაც ესე ზედაპირზე ვხედავთ ჩვენ, იმიტომ რომ არის კანონები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალაშია, მისაღები არის, ეს არის სამგზავრო საბავშვო სავარძლები, ეს არის უკანაღვედები, ეს არის სიჩქარის ლიმიტების გადახედვა. ქალაქის გზებზე არის ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ დედაქალაქში არა, სხვა ქალაქებში. შესაბამისად და ეს არის ერთ-ერთი ძალიან ვიწრო ჩამონათვალი იმისა, რაც გასაკეთებელია. ჩვენ ვამბობთ ასევე, რომ ქულათა სისტემა, რომელიც კამერების მეშვეობით უნდა განხორციელდეს და ადმინისტრირება მოხდეს, იმიტომ რომ საპატრულო ფიზიკურად ვერ მოახერხებს ამის აღსრულებას და ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩატარდება ამ ქვეყანაში, მიზეს შედეგობრივ კავშირში უნდა იყოს იმ შედეგებთან, რასაც ჩვენ ვიღებთ. ამიტომ თუ ჩვენ მაგალითად ტექ ინსპექტირების რეფორმა განვახორციელებთ, რა შედეგი მოგვიტანა, ამის აღრიცხვა უნდა ხდებოდეს და შეფასება და შემდეგ თუ ხარვეზებია აღმოფხვრა, იგივე საკანონმდებლო პაკეტები, რაც ამ დრომდე რა მოგვიტანა და რა თქმა უნდა რაღაც პოზიტიური მოგვიტანა და რაღაც ჩავარდნები იყო, რომელიც გამოსასწორებელია, მაგრამ რაც ხარვეზია, ამას დროულად უნდა მიხედვა, ეს არის მთავარი. მონიტორინგი რამდენად სრულყოფილი და სუსტია, რაღაც გვაქვს რიგი გადაწყვეტები, რიგი უწყებების სამუშაო მოქმედებებს ხედავთ, თუმცა შედეგს ვერ ხედავთ, ხო და ქაოტურია ეს ყველაფერი. თვითონ მონიტორინგის ნაწილი რამდენად კარგად მუშაობს. ტექ ინსპექტირებაზეც როცა ვლაპარაკობ, შეიძლება არსებობს მიდიან მძღოლები და ფულს იხდიან, თუმცა რეალურად რამდენად ის ავტომობილი იქიდან გამოსვლის შემდეგაც აკმაყოფილებს სტანდარტებს და რამდენად არ ვიცი, საპატრულო პოლიცია მუშაობს ამ მონიტორინგზე და შედეგებზე და შეფასებაზე, ისევე როგორც შუქნიშნების ნაწილი, ეს თემა რამდენად დალაგებული და სწორად განსაზღვრული. და ბევრი წვრილმანი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონკრეტულად საუბარი ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ყველა ეს მიმართულება, ის იქნება სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული აღსრულება, თუ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ეს ყველა არის ცალ-ცალკე განსახილველი, რომელსაც თავისი შრეები აქვს. მთავარი არის ვიტყოდი ძალიან ხაზგასმით, რომ სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში აღირიცხება, მხოლოდ ის სტატისტიკა, რომელიც ადამიანური შეცდომების გამო ხდება. ეს უკვე ინდიკატორია იმისა, რომ სხვა მიმართულებები, მნიშვნელოვანი მიმართულებები ამ საკითხისთვის ინფრასტრუქტურა, რამდენი საგზაო შემთხვევა მოხდა ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო. ან იმის გამო, რომ ვთქვათ, ტრანსპორტი არ იყო გამართული. აი ეს მიმართულებები არ არის ჩადებული ჩვენ სტატისტიკაში, ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაყრდნობით მიმდინარეობს სტატისტიკის აღრიცხვა, რაც უკვე ჩანასახშივე არასწორია და ეს არის პირველი ბაზისი. კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა იყოს და უფრო სრულფასოვნად, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა დავამატოთ ამას ის შავი წერტილები, იმიტომ რომ სწორედ როცა გზებზე, მათ შორის საქალაქთაშორისო მიმოსვლის მიმართულებით იგივე ახალგახსნილ მონაკვეთებზე და ამის არაერთი მაგალითი ქონდა წინა წლებში კონკრეტულ ადგილებზე, სადაც განსაკუთრებით ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები და ესეც ალბათ რაღაც გარკვეული გადაწყვეტების საშუალებას უნდა აძლევდეს ხელისუფლებას. აბსოლუტურად, საქალაქთაშორისო და ქალაქში ხდება საგზაო შემთხვევები კიდევ უფრო ხშირად და უფრო მძიმე. შესაბამისად, ყველა ეს ინფრასტრუქტურული ხარვეზი უნდა იყოს აღრიცხული, ისევე როგორც კომბინირებული სტატისტიკა, იმიტომ რომ შეიძლება საგზაო შემთხვევის შედეგი იყოს შემთხვევა, მაგრამ ფაქტორი იყოს როგორც ადამიანური შეცდომა, ასევე ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ამის აღრიცხვა, ამის გამოძიება და ამის სიღრმისეულად კვლევა თუ მიმდინარეობს და უნდა დავიწყოთ ამის გაკეთება, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია იმ სტრატეგიის და ეროვნული გეგმის მიზნების მიღწევა, რომელიც ქვეყანას აქვს. წლიდან წლამდე რა უმჯობესდება? ამ ნაწილში 100.000 გარდაცვლილზე მე მგონი 12 შემთხვევა გვაქვს თუ სწორი სტატისტიკა მაქვს განახლებული როგორია და რაიმე კლება საჩვენებს თუ როცა ვსაუბრობთ რომ ფინეთმა ნოლამდე დაიყვანა ჩვენი რეალობა როგორია. სტატისტიკა ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ 25 წლის ბოლომდე მიზანი არის შემცირდეს 25%-ით ლეტალობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვადარებთ 20-20-ის მონაცემებს. ანუ 2020 წელს თუ დაიღუპა 450 ადამიანი ქვეყანაში შემთხვევებში 2025 წელს უნდა დაახლოებით
თუ დავიანგარიშებთ ამ 25%-იან სხვაობას 327 ადამიანამდე უნდა. თუმცა ბუნებრივია ძალიან რთულია ამ სტატისტიკაზე საუბარი, იმიტომ რომ ადამიანებზე ვსაუბრობთ მათ სიცოცხლეზე. უნდა იყოს ნულოვანი და ეს არის საბოლოო მიზანი, მაგრამ ამის ხო ერთ წელიწადში გაკეთება ხო შეუძლებელია შესაბამისად რეალისტურია 25%-ით შემცირება, როცა უკვე 6 თვეში 216 ადამიანი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. დიახ, ჩვენ არ გვესახება ამ ეტაპზე რეალისტურად, შესაბამისად უნდა ვისაუბროთ ამაზე ბევრი და მადლობა რომ თქვენ სამუშაო პირველ დღეს უძღვნით პირველ გადაცემას ამ საკითხს. სწორედ ესეთი პრიორიტეტი უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის იმ პრიორიტეტულ სიათანუსხაში საგზაო უსაფრთხოება, იმიტომ რომ წელი არ გადის რომ შემოვლით გზებზე რამე არ მოხდეს, წელი არ გადის რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ იყოს და მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ და არ მინდა რაღაცნაირად მინდა უფრო პოზიტიურ ჭრილში ვისაუბრო, თუმცა რასაკვირველია გამოწვევებზე უნდა აღინიშნოს ძალიან მკაფიოდ და მკაცრად რომ ეს გამოსწორდეს და როგორ ხდება, როგორ მიაღწია ფინეთმა ნულოვან შედეგს? კარგი შეკითხვა. არსებობს უსაფრთხო სისტემის მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ თავარი ამოსავალი ამ მოდელის არის ის, რომ ადამიანი უშვებს შეცდომას. ამაზე ყველა თან ხდება, მაგრამ უსაფრთხო სისტემამ უნდა დაიცვას ადამიანი იმ შემთხვევაშიც კი შეცდომა რომ დაუშვას. რას ნიშნავს ეს? ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მაღალი სიჩქარით წავიდეთ და საგზაო შემთხვევისგან უცებ გადავრჩეთ. ბუნებრივია არა. ისეთი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს, ისე მოზომილი უნდა იყოს სიჩქარის ლიმიტები. ისეთი ავტომობილები უნდა ყავდეს და ეს რა თქმა უნდა იმ კანონებით აღსრულებით არის მიღწევადი, რომ საგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი არ დაიღუპოს და მძიმედ არ დაშავდეს. ეს არის უსაფრთხო სისტემის მთავარი მიდგომა. მადლობა იკა თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. ეკა ლალიაშვილი საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.